იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? ერთ ქალაქში იყო ერთი მჭედელი. შვილები არ ჰყავდა, თუმცა გულით კი უნდოდა რომ ჰყოლოდა. ერთხელ მჭედლის ცოლი წყალზე წავიდა. კოკა წყალს შეუდგა და ავსებას დაელოდა. უცბად ხედავს, რომ წყალს 3 თურაშაური ვაშლი მოაქვს. მჭედლის ცოლი დაწვდა ვაშლებს და სახლში წაიღო. ერთი ვაშლი ქმარს მისცა, ერთი თვითონვე შეჭამა და ერთი შუაზე გაიყვეს. ვაშლის ჭამის შემდეგ მჭედლის ცოლი დაუსრულდა. მალე გავიდა 9 თვე და ერთ საღამოს დედის მუცლიდან ბავშვმა დაიძახა. წადით მღვდელი მოიყვანეთ, რომ დაბადებისთანავე მომნათლოს. თორემ გავჩდები თუ არა, იმავე წამს ცაში გავფრინდები. მართლაც დაბინძა თუ არა, ვაჟი დაიბადა. მაშინ მონათლეს და რაკი ბინძისას დაიბადა, ივანე მწუხრისა დაარქვეს. მოწოვა თუ არა ბავშვმა ძუძუ, იმავ წამს ცაში გაფრინდა. ის იყო მღვდელი უნდა წასულიყო, რომ დედის მუცლიდან ახლა მეორე ბავშვმა დაიძახა. მღვდელი არ გაუშვათ, შუაღამისას მეც დავებადები. დაიბადა შუაღამისას მეორე ვაჟი. მღვდელმა მონათლა და დაბადების მიხედვით ივანე შუაღამისა დაარქვა. მოწოვა იმანაც დედის ძუძუ და ზეცაში გაფრინდა. მღვდელმა ისე წასვლა დააპირა, მაგრამ დედის მუცლიდან ახლა მესამე ბავშვის ხმა გაისმა. მღვდელი არ გაუშვათ, ცისკარზე მეც დავებადები. ცისკარზე დაიბადა მესამე ვაჟი. მონათლესა დაარქვეს ივანე ცისკარი. მოწოვა ბავშვმა ძუძუ და თავისი ძმების მსგავსად ისიც ცაში აფრინდა. ამ დღიდან ძმები მუდმივად ცაში ცხოვრობდნენ. იმოფრინავდნენ ღრუბლებსა და ვარსკვლავებს შორის, მაგრამ ერთმანეთს არ იცნობდნენ. მართალია დედასთან სამივენი მოფრინდებოდნენ ხოლმე ძუძუს მოსაწავად, მაგრამ ერთი მეროს ვერც აქ ხვდებოდნენ. იმიტომ რომ ივანე მწუხრისა საღამოს მოფრინდებოდა, ივანე შუაღამისას და ივანე ცისკარი ცისკრის ამოსვლისას მოსწოვდნენ ძუძუს და ისევ ცაში გაფრინდებოდნენ. გავიდა დრო და ძმებიც დავაშკაცდნენ. ახლა უკვე ძუძუს აღარ წოვდნენ და სახლშიც ყოველდღე აღარ მოდიოდნენ. მოფრინდებოდნენ კვირაში ერთხელ. აიღებდნენ მთელი კვირის საგზელს და კვლავ ღრუბლებსა და ვარსკვლავებს მიაშურებდნენ. იმ ქვეყნის ხელმწიფეს ტახტი და სასახლე სწორედ იმ ქალაქში ედგა, სადაც მჭედელი და მისი ცოლი ცხოვრობდნენ. ხელმწიფეს 3 მზეთუნახავი ქალი ჰყავდა. ქალები იმის შეშით, რომ ან მზე არ მოგვეკიდოსო, ან სიცივე არ დავკრასო, დღე და ღამე შინისდნენ და კარში არ გამოდიოდნენ. ერთხელ მამამ უთხრა ქალიშვილებს: შვილებო, სულ შინჯდომ არა სასარგებლოა. ერთხელ მაინც გადით კარში და ზედა ქვეყანა ნახეთო. დაუჯერეს ქალებმა მამას და სასეირნოდ ბაღში გამოვიდნენ. შუა დღისას უცბად მოიღრუბლა და ატყდა ქარიშხალი და საშინელი ელვა ქუხილი. ქალებმა გონზე მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ ციდან ერთი 9-თავიანი დევი დაეშვა. მოიტახცა ხელმწიფის ქალები და ღრუბლებში გაუჩინარდა. ეს ამბავი იმავე დღეს მოედო მთელ ქალაქს და ყველა დაამწუხრა. ხელმწიფემ ოლმხრივ დაგზავნა მაძებრები, მაგრამ ქალების კვალს ვერავინ მიაგნო. მაშინ ხელმწიფესთან მჭედლის შვილების ბებია-ქალი მივიდა და მოახსენა. ამ ქალაქში ერთ მჭედელს 3 ვაჟი ჰყავს და სამივენი ზეცაში ცხოვრობენ. ფრინველებივით დაფრინავენ. ცაცხელში უჭირავდა დედამიწაც. და თუ ეცოდინება ვინმე შენი ქალების ამბავი, ისევ ამათ ეცოდინებათ. დაიბარე და გამოკითხე. ხელმწიფემ მაშინვე წოულება გამართა და მჭედელთან კაცი გაგზავნა მისი შვილების დასაპატიჟებლად. შვილები რა თქმა უნდა შინ არ იყვნენ, მაგრამ მოპატიჟეს დედამ პირობა მისცა, რომ მოვლენ თუ არა სახლში დავაბრუნებ და გამოვაგზავნია. ბინდისას მოვიდა ივანე მწუხრისა. დედამ ჩვეულებრივ ავახშმა და როდესაც ივანე მწუხრისამ წასვლა დააპირა, უთხრა: დარჩი ამაღამ, ხვალ ხელმწიფე წოულებას მართავს და დაგპატიჟაო. შვილმა დაუჯერა დედას და დარჩა. დედამ გაუშალა ლოგინი და დააძინა. შუაღამისას მეორე შვილი მოვიდა. დედა იმასაც ჩვეულებრივ გაუმასპინძელდა სთხოვა: დარჩი შვილო ამაღამ სახლში. ხვალ ჩვენი ხელმწიფე წოულებას მართავს და რომ არ ეწვიო, ეწყინებაო. დაუჯერა ივანე შუაღამისამაც დედას და დარჩა. დედამ დასაძინებლად გაიყვანა. ივანე შუაღამისამ დაძინებული ძმა რომ დაინახა,
უცხო კაცი ეგონა და ძალიან გაჯავრდა. ეს ვიღა აქ რომ სინავსო? კითხა დედას. ეგ შენი უფროსი ძმა არის, უთხრა დედამ. ორივენი ერთ ხამეს ხართ დაბადებულები, მაგრამ ცალ-ცალკე რომ მოდიხართ, ერთმანეთს ამიტომ არ იცნობთო. ივანე შუაღამისა დამშვიდა და ძმას გვერდით წამოუწვა. გამთენიისას ივანე ცისკარიც მოფრინდა. დედა გაუმასპინძლდა, უთხრა ხელმწიფეს შემონათვალი. დაძინებული ძმები წაჩვენა და ისიც მათ გვერდით დააწვინა. გამთენიისას უფროსმა ძმამ ივანე მწუხრისა რომ გაიღვიძა, უმცროს ძმებს ჯერ ისევ ეძინათ. ივანე შუაღამისა შუა ძილში იყო, ხოლო ივანე ცისკრისას მაშინღა ჩაეძინა. ივანე მწუხრისა ძმებს ჯერ არ იცნობდა და ძალიან გაჯავრდა. უცხო ხალს, ჩემს სახლში რა უნდა? მაშინვე წამოდგა და ხმალს ეცა. ამ დროს დედა შემოვიდა და შვილი რომ ამ ყოფაში დაინახა, შეშინებულმა ჰკითხა: რა გინდა შვილო? ხმალი აქ სამტროვინა ყავსო. მაშეს უცხო კაცები ვინ არიან, თუ მტრები არაო? კითხა შვილმა. ვაი, მომიკვდეს თავი. შემოიკრა დედამ ხელი. ეგენი ხომ შენი ღვიძლი ძმები არიან. ეგენი ჩვენსავიცაში ცხოვრობენ. წუხელ მოვიდნენ და მე აღარ გავუშვი. ცოტა ხნის შემდეგ ივანე შუაღამისამ და ივანე ცისკარის მათ გაიღვიძეს და ძმების სიყვარულით გადაეხვნენ ერთმანეთს. მერე ხელმწიფესთანაც წავიდნენ. ხელმწიფემ ძმები დიდი პატივით მიიღო და მსახურებს უბრძანა, კარგად გაუმასპინძლდითო. სადილის შემდეგ ხელმწიფემ ძმების გვერდით მოისხა და თავისი დაკარგული ქალების ამბავი გამოჰკითხა. ცაში დაფრინავთ, ყველაფერს ხედავთ. ხომ არ იცით ჩემი ქალიშვილები სად არიანო? ივანე მწუხარისამ და ივანე შუაღამისამ უარი უთხრეს. არც გვინახავს და არც ვიცით. მაშინ წამოდგა უმცროსი ძმა. ივანე ცისკარს და ხელმწიფეს მოახსენა. დიდებულო ხელმწიფე, ერთ დღეს ერთი ღრუბლის ფაფუკულაზე ვიწექი და ვისვენებდი. თან ცასა და ღრუბლის ბოჟირს გავყურებდი. უცებ ქალების ტირილი და წივილკივილი შემომესმა. გავიხედე და რას ვხედავ? მოფრინავს ერთი უზარმაზარი დევი და ხელში სამი ატირებული ქალი უჭირავს. მაშინვე მშვიდი მოვზიდე, მაგრამ ვერ ვესროლე, რადგან დევი რომ მომეკლა და მიწაზე ჩამომეგდო, ქალებიც დაიხოცებოდნენ. ეს იყო და ეს ჩემი მათი ნახვა, იმ დღიდან მათი ამბის აღარაფერი გამიგია. ხელმწიფეს უზომოდ გაეხარდა, რომ ბოლოს თავისი ქალიშვილების მნახველი ერთი კაცი მაინც აღმოჩნდა და ივანე ცისკარს უთხრა: თუ თქვენ ძმები ჩემს ქალებს იპოვით და გამოიხსნით, ცოლებად შეგრთავთ. უფროს ქალს უფროს ძმაზე დავნიშნავ, შუათანას შუათანა ძმაზე, ხოლო უმცროს, რომელიც მზესაც კი სჭარბობს ილამაზით, შენ შეგრთავო. ივანე ცისკარი დათანხმდა. ძმები მოემზადნენ და წავიდნენ მეფის ქალიშვილების საძებნელად. იარეს და ბოლოს ერთ უშველებელ კლდოვან მთას მიადგნენ. მთას ერთი ფეხი ერთ ზღვაში ედგა, მეორე ზღვაში და ისეთი მაღალი იყო, რომ კაცი თვალსლივს შეაწვდენდა. კლდის ძირას ერთი კარავი იდგა და შიგ ერთ უზარმაზარი დიდთავარკინის კაცს ეძინა. ივანე ცისკარმა კარავში ძმების შეგზავნა გააღვიძეთო, მაგრამ ძმებმა თითიც ვერ გაატოკებინეს. მაშინ ივანე ცისკარი თვითონ შევიდა კარავში, ჩაჰკრა კეფაში მშულდი რკინისთავიან კაცს და გამოაღვიძა. რკინისკაცს შეეშინდა და სთხოვა: მიძმე და გამოგადგებიო. გიძმობო, დასთანხმდა ივანე ცისკარი. თუ აი ამ კლდეზე აგვიყვანო. მაშინ რკინისკაცმა უთხრა: თუ მჭედლობა შეგიძლია, ერთი დიდი ჭაჭვი გააკეთე. შევტყორსნოთ ის ჭაჭვის ზევით, მოვდოთ კლდეს და ავიდეთო. ჭედლის შვილი ვარ და მჭედლობა როგორ არ შემიძლიაო. უთხრა ივანე ცისკარმა და წავიდა რკინის მოსატანად. მიიტანა ბლომად რკინა, მარწუხები, კვერები, ყველაფერი რაც საჭირო იყო ჭაჭვის გამოსაჭედად. მარტო გრდემლი ვერსად ვერ იშოვა და ამაზე წუხდა. გრდემლად ჩემი თავი იხმარეო. უთხრა რკინის კაცმა და ლოდივით მკვრივი თავი ფეხებთან წაუდო. ივანე ცისკარმა ძმებიც მოიშველია და უზარმაზარი მთის გამწვდომი ჭაჭვი ერთ დღეში გამოკვერა. მერე კლდის ძირას ერთ უზარმაზარ ლოდს ერთი ბოლო დაამაგრეს. მეორე ბოლოზე ჯარს ფოლადის დიდი ჩანგლები გამოაბეს, რომ კლდეს საიმედოდ მოსჭიდებოდა და ივანე ცისკარმა უთხრა ძმებს: აბა ასწიეთ და შესტყორსნეთ, იქნებ შეუწიოთ. ძმებმა სცადეს, მაგრამ ადგილიდანაც ვერ დასძრეს. მაშინ ივანე ცისკარმა რკინის კაცს უთხრა:
აბა რკინისკაცო, შენს ცადე, იქნებ შენ მაინც შეუწიო. რკინისკაცმა მოოლო ჯაჭვს ხელი და რაც ძალი და ღონე ჰქონდა შეისროლა, მაგრამ კლდეს ნახევრამდეც ვერ მიუწვდინა. სულ ეგ არის შენი ღონე? კითხა სიცილით ივანეცის კარმა. სულ ეგ არის, მეტი არ შემიძლია. აღიარა რკინისკაცმა. აბა ახლა მე მიყურეთ, თქვა ივანეცის კარმა. დაავლო ჯაჭვს ხელი. ერთი ღონივრად მოიქნიას შესტყორცნა და მოსდო კინჭუხს. დაეჭიდნენ ყველანი ჯაჭვს, მაგრამ ძრა ვერ უყვეს. მაშასადმე ჩანგლები კარგად იყო მოჭიდებული წვერში და ასვლა შეიძლებოდა. ივანეცის კარმა ჯერ ისევ ძმები ააგზავნა, მაგრამ ძმები ნახევრამდეც ვერ ავიდნენ. შეეშინდა და აკანკალებულები უკან ჩამოვიდნენ. ივანეცის კარმა ახლა რკინისკაცი ააგზავნა, თან დაარიგა, გზირს არ ჩამოიხედო და უფრო უშიშრად ახვალო, მაგრამ წვერამდე ვერც რკინისკაცმა აუწია. ცოტაღა ეკლდა ასვლას, მაგრამ გზის რომ ჩამოიხედა, შეეშინდა და გაჭირვებით უკან ჩამოფხდა. ივანეცის კარმა ძმები რკინისკაცს ჩააბარა და გააფრთხილა. ჩემს დაბრუნებამდე არა დაუშავდეთ რა, თორე ცოცხალს არ გაგიშვებ. მერე მოკიდა ჯაჭვს ხელი და ზედ კვერნასავით აარბინა. მოექცა კლდეს თავზე და მარტო წავიდა ქალების საძებნელად. იარა და ბოლოს ერთი სპილენძის სასახლეს მიადგა. ეს სასახლე შვიდთავა დევის იყო და ხელმწიფის უფროსი ქალით სწორედ იმას ყავდა ცოლად. შევიდა ივანეცის კარის სასახლეში და ნახა ხელმწიფის ქალი. გამოკითხა ვინაობა. ქალმა უამბო თავისი და თავისი დების თავგადასავალი და ბოლოს დაღონებით უთხრა. ნეტა კი არ მოსულიყავი. შვიდთავა დევს ცოცხალი ვერ გადაურჩები და ცოდო ხარ. ნუ გეშინია, მე ვიცი და იმან. მიუგო ივანეცის კარმა. თუ იმ წყალს მოკლავ, შენ ქმარი და მე ცოლი. უთხრა ქალმა. იქნებ ეგრეც მოხდეს. უპასუხა ივანეცის კარმა. მაგრამ ქრობას ვერ შეგვპირდები და რძლად კი წაგიყვან. გამოვიდა სასახლიდან და დევის მოსვლამდე ჭრდილში წამოწვა. საღამო ხანზე შვიდთავა დევიც გამოჩნდა. ცხენზე იჯდა და სახლისკენ გულარხეინად მოდიოდა. სახლს რომ მიუახლოვდა, ცხენი შეფრთხა და წაიბოძიკა. დევმა აღვირი აუქნია და გაუწყრა. აჩუ, შეს სამგლე, რა გაშინებს? აქ რა ივანეცის კარი დაგხვდება? შემოვიდა დევი ეზოში და აკი მართლა ივანეცის კარი არ დახვდა? დევმა დაინახა და დაუძახა. ივანეცის კარო, სამტროდ მოსულ ხარ თუ სამოყროდ? შენ თავს სამოყრო რა მაქვს, სამტროდ მოსულ ვარ. უპასუხა ივანეცის კარმა. გადმოხტა ცხენიდან შვიდთავიანი დევი და ხაფი ხმით შეუძახა. მაშ თუ სამტროდ მოხვალ, ემანდ მიწას შეუბერეო. შეუბერე და მან დახარო. უპასუხა ივანეცის კარმა. დევმა შეუბერა მიწას და ზედაპირი სულ პიტალოს სპილენძად უქცია, მაგრამ ამან ვერ უშველა. ივანეცის კარმა პირველსავე მოქნავაზე მუხლამდე ჩაასო მიწაში. მერე დევმა მოიქნია ივანეცის კარი. იმანაც მუხლებამდე ჩაასო. მეორე მოქნავაზე ივანეცის კარმა დევი უკვე წელამდე ჩაასო და ხმლით სამი თავი წააცალა. გაცეცხლდა დევი. მოიქნია ივანეცის კარი და წელამდე დაიყვანა. ამოხტა საჩქაროდ ივანეცის კარი. დევი ყელამდე ჩაფლა მიწაში და დარჩენილი თავებიც დააყრევინა. მერე ისივ შიგნით შევიდა და ხალს თავის უფროსი ძმისთვის სანიშნო ბეჭედი გამოართვა. ჩემს დაბრუნებამდე არსად წახვედეო უთხრა. გამოეთხოვა და უმცროსი დების საძებნელად წავიდა. იარა ივანეცის კარმა, იარა და ერთ ვერცხლის სასახლეს მიადგა. ეს სასახლე 9 თავა დევის იყო და ცოლად ხელმწიფის შუათანაშვილი ყავდა. ივანეცის კარი აქაც უშიშრად შევიდა სახლში. დევი სანადიროდ იყო წასული და შინ მარტო ქალი დახვდა. ქალმა სტუმრში ვინაობა რომ გაიგო შეეხვეწა. ჩქარა წადი აქედან, 9 თავიან დევს ნუ დაენახვები თორე მოკლავს. ივანეცის კარმა უთხრა. შენ უგეშინია, მე ვიცი და იმან. და დევის მოსვლამდე ჭრდილში დაისვენა. მოვიდა საღამოზე 9 თავიანი დევი. სახლთან მოახლოებისას ცხენი წაბოძიკდა. დევმა შეუდია. აჩუ, შეს დატიალო, რა გაშინებს? აქ რა ივანეცის კარი დაგხვდება? შემოვიდა ეზოში და აკი მართლა ივანეცის კარი არ დაუხვდა? დაინახა დევმა და დაუძახა. ივანეცის კარო, სამტროდ მოხვალ თუ სამოყროდ?
შენთან სამოყრო რა მაქვს, სამტროდ მოვედი. უპასუხა ივანე ცისკარმა. გადმოხდა ცხენიდან ცხრათავიანი დევი და შეუტია. მაშრაკი სამტროდ მოსულხარ, მიწა შეუბერე. შეუბერე და მანთხარ, უპასუხა ივანე ცისკარმა და ეცნენ ერთმანეთს. ივანე ცისკარმა მესამე მოქნავაზე ის დევი წყელამდე ჩასვა მიწაში და ცხრავე თავი მოაგდებინა. მერე შევიდა ქალთან, გამოართვა თავის შუათანა ძმისთვის სანიშნა ბეჭედი, თანაც დაარიგა ჩემს დაბრუნებამდე არსად წახვიდეო და გასწია უმცროსი მზეთუნახავი ქალის საძებნელად. იარა ივანე ცისკარმა, იარა და მივიდა 12-თავიანი დევის სახლში, სადაც ხელმწიფის მზეთუნახავი უმცროსი შვილი იმყოფებოდა. სახლიც და ეზოც სულ ოქროსი იყო და თვალის მომჭრელად ლაპლაპებდა. შევიდა ივანე ცისკარი შიგნით, გადაეხვია თავის მზეთუნახავ საცოლეს და გადაჰკოცნა. უამბო ყველაფერი, რაც გადახდა თავს და ბოლოს უთხრა. აი ახლა აქ მოვედი, რომ 12-თავიანი დევიც მოკლა და შენ ცოლად წაგიყვანო. ქალმა ტირილი დაიწყო. ნუ დაენახვები 12-თავიან დევს, თორემ მოკლავს, მისი მომრავი კაცი ჯერ არ დაბადებულა. ნუ გეშინია, ანუ გეშა ივანე ცისკარმა. მე ვიცი და იმან. გავიდა კარში, დაჯდა ხის ძირას და დაუწყო ლოდინი. საღამოს დაბრუნდა დევი ნადირობიდან, ზის ცხენზე და გულარხეინად მოდის თავის სახლისკენ. წაიბორძიკა ცხენმა. აჩუ შეუახერო, შეუტია ცხენს და მათრახიც გადაჰკრა. რა გაშინებს, თვითონ ივანე ცისკარის რომ დაგიხვდეს, ასუ ავჭრი და საჯიჭკნად ყავყავნებს მიუყრი. ამუქარით შემოვიდა დევი ეზოში. დაინახა ივანე ცისკარი და დაუძახა. ივანე ცისკარო, სამტროდ მოსულხარ თუ სამოყროდ? სამტროდ მოვედი, შენთან სამოყრო რა მაქვს, უპასუხა ივანე ცისკარმა. მას შეუბერე მიწას. უყიულა დეულმა და ჩამოხდა ცხენიდან. შეუბერე და მანთხარ, მიუგე ივანე ცისკარმა. დეულმა შეუბერა მიწას, ოქრო დაქცია და გაქანდა ივანე ცისკრისაკენ. ისიც შეეგება და დაეტაკნენ ერთმანეთს. დედამიწამ ზანზარი დაიწყო, ხეები დაიზნიქა, ბალახი მიმოითელა და ცაში ღრუბლები ათრთოლიდნენ. დევი და ივანე ცისკარი ღონეზე არიან მოსული და ხან ერთი სლევს, ხან მეორე, ხან ერთი ჩაფლავს მიწაში, ხან მეორე. აგე დევმა ივანე უკვე წელამდე დაიყვანა, მაგრამ იმარჯვა ივანე ცისკარმა. ამოხდა მიწიდან მოიკრიბა მთელი ძალღონე და დევი მხრებამდე ჩასვა. გაიძრა ხმალი და ცხრა თავი გააგდებინა. დევი დაიღლა და ცისკარას კითხა. თქვენში ომი როგორ იციან? ჩვენში ომობენ და დაისვენებენ, უპასუხა ივანე ცისკარმა. მას დამასვენე, სთხოვა დევმა. ივანე ცისკარმა იფიქრა, ეს რომ დავასვენო, მე რა სარგებელი მაქვს და დარჩენილი 3 თავით წააჭრა. წამოიყვანა ქალი ივანე ცისკარმა და წამოვიდა. სახცოტაზე რომ გამოსდნენ, ქალმა უთხრა. ივანე ცისკარო, აბა მიიხედე, რამდენი ოქრო რჩება ტყუილად და რა უნდა დავტოვოთ? დევებს ოქრო ვინ მისცა? უთხრა ივანე ცისკარმა. ეგ სულ იმისთვის არის მოგონილი, რომ შენთვის თვალები აება და სიმდიდრით მოეტყუებინე. აბა უყურე თუ არა. შებრუნდა ივანე ცისკარი. ერთი შეუბერა და ოქროს სასახლე დაეზო კარმი და მოსუნტრად აქცია. ივანე ცისკარმა შუათანა და უფროს დასთანაც ასევე გააკეთა. შეუბერა ვერცხლისა და სპილენძის სასახლებს და უყვალოდ გააქრო. წამოიყვანა დები და მოიყვანა კლდესთან. ივანე ცისკარმა ჯერ უფროსი და ჩაუშვა ჯაჭვსა და უფროს ძმას. ივანე მწუხარისას დაუძახა. ეგ შენია და ხელი მოჰკიდე. მერე შუათანა ჩაუშვა და ივანე შუაღამისას ჩააბარა. ბოლოს ჯერი თავის საცოლეზე მიდგა, მაგრამ ქალმა უარი უთხრა. რაღაც გული მიგძაბრ, რომ ის რკინის კაცი გიღალატებს. ჯობია პირველად შენ ჩახვიდე. ივანე ცისკარმა არ დაუჯერა. აქ მარტოს ვერ დაგტოვებ და ჩაუშვა. ჩავიდა თუ არა ქალი ძის, რკინის კაცმა შემოკრა ჯას ვლახტი და შუაზე გაწყვიტა. დარჩა ივანე ცისკარი მაღლა. აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა. ჩავარდნილიყო კლდეზე მოკვდებოდა, არადა სხვა ჩასასვლელი არსად ჩანდა, მაგრამ რა უნდა ექნა? ამ გასაჭირში იყო, რომ დაბლიდან თავისი საცოლის ხმა გაიგონა. ივანე ცისკარო, 12-თავიან დავს
ერთი რაში ყავს და თუ გიშველის ის გიშველის დაუძახა ქალმა. სხვაში რომ წხვირ წამოწეულ კლდე დგას, იმ კლდეში აბია. დევმა იქ დაამწყვდია, რადგან ერთხელ ჩამოაგდო. წადი, კარი წიხი კლდეს, დაანგრია და ის რაში წამოიყვანე. წავიდა ივანე ცისკარი. კრა წიხლი კლდეს, შეანგრია და გამოიყვანა რაში. დიდი ხნის დაუბანელ ზურგსა და კისერზე ხელი სისქე ჭუჭყი დასდებოდა. ხოლო უსმელ უჭმელობითა და ადგილზე უძრავად დგომით, ისე დასუსტებულიყო და დახუთულიყო, რომ ფეხს ძლივს გაიდგა. რაშმა ივანე ცისკარს თხოვა. სამ დღეს შავ მთაზე გამიშვი, რომ დავისვენო და ღონე მოვიდგა, თორე ვერ გზიდავ. ცისკარმა გაუშვა რაში და 3 დღეს აბალახა. მეოთხე დღეს მოიყვანა, დაბანა და შეკაზმა. შედგა ფეხი უზანგში, მაგრამ რაშმა ერთი ფეხი კიდევ წაიბოძიკა. კიდევ სთხოვა ივანე ცისკარს, მოდი ამაღამაც დამასვენეო. ივანე ცისკარმა დაასვენა და მეორე დღისით რაში მართლა ისე მოღონიადა, რომ ადგილიდან ფეხიც აღარ მოუცვლია. ივანე ცისკარი შეჯდა. რაში ისარივით აიჭრა ცაში და სანამ რკინის კაცი და უფროსი ძმები დაბრუნდებოდნენ ქალაქში, 2 დღით ადრე მივიდა. ივანე ცისკარს ძმებისა და რკინის კაცის მოსვლამდე ქალაქში გამოჩენა არ უნდოდა. მაშინ რაშმა უთხრა: რა კი აგრეა, აიყარე აბჯარ საჭურველი, გაიხადე ტანსაცმელი, დამაკარი უნაგირზე და ისევ შავ მთაზე გამიშვი. გამოიძრო 3 ძუა და მისცა. როცა დაგჭირდე, ეს ძუები შეტრუსე და იმავ წამს შემთან გავჩნდებიო. ივანე ცისკარმა დაუჯერა რაშს, აიხსნა იარაღი, გაიხადა ტანსაცმელი, დააკრა უნაგირზე და გაუშვა. თვითონ მათხოვრული ძველმანები ჩაიცვა და გავიდა ქალაქში, რომ ძმებისა და რკინის კაცის მოსვლამდე რამე საქმე ეშოვა. ბოლოს ერთ მჭედელთან მივიდა და სთხოვა: შენი არაფერი მინდა, ოღონდ მამუშავე და ჭამპურადაც ყაბული ვარ. მჭედელი დათანხმდა. ამ დროს სწორედ ცულს აკეთებდა და ივანე ცისკარს უთხრა: მოდი, ბარემ კვერი დამიგარი. ივანე ცისკარმა მჭედლის კვერი ხელში ხვედასავით შეათამაშა და პირველსავე თარტყმაზე გრდემლი კუნძიანად მიწაში ჩაკარგა. მჭედელს გაოცებისაგან პირი ღია დარჩა. ასეთი ღონიერი კაცი თვალით არასოდეს ენახა. იმავე დღეს გააკეთებინა უზარმაზარი გრდემლი, ჩაასმევნა უზარმაზარ კუნძში და დაუწყო ივანე ცისკრის მუშაობა. 5 დღის საქმეს 1 საათში აკეთებდა. მჭედელს უზომოდ უხაროდა, რომ მუქთა და უხელფასოდ ასეთი მარჯვე მუშა იშოვა. 2 დღის შემდეგ რკინის კაცი და ივანე ცისკარის ძმები მოვიდნენ და მოიყვანეს ხელმწიფის მოტაცებული ქალები. ხელმწიფე ცას სიხარულით ეწვია და ქორწილის დღეს დანიშნა. წესით ჯერ უფროსი ქალის ქორწილი უნდა გადაეხადათ, მერე შუათანეს და სულ ბოლოს უმცროსის, მაგრამ უფროსებს ბეჭედი არ აღმოაჩნდათ. იმათი ბეჭდები ხომ ივანე ცისკარს ჰქონდა და მეფის ქალებს კი ერთნაირი საქორწილო ბეჭდები უნდა ჰქონოდათ. გააგზავნეს კაცი ოქრო მჭედელთან და თან უმცროსი ქალის ბეჭედი გაატანეს. უთხრეს, როგორც იქნება და არ იქნება, 2 ამნაირი ბეჭედი გაგვიკეთონო, მაგრამ ყველა ხელოსანმა უარი უთხრა. ბოლოს ივანე ცისკრის ოსტატთან მივიდნენ, მაგრამ ხელი ვერც იმან მოჰკიდა. ივანე ცისკარმა თავის ოსტატს ყურში ჩაჩურჩულა. გამოართვი და მე გავაკეთებო. იმ ღამეს მჭედელმა დაიძინა და ივანე ცისკარი სამჭედელში დარჩა. ცოტა ხანს ისე ტყუილად აკაკუნა, ვითომ რაღაცას ვაკეთებო. მერე ამოიღო უფროსი დის ბეჭედი. შეახვია ჩვარში და შემოდო თაროზე. დილას მოვიდა მჭედელი და ჰკითხა: რა ქენი, ხელმწიფესთან ხომ არ შემარცხვინე? ოსტატს როგორ შევარცხვენდი? მიუგო ივანე ცისკარმა. გადმოუღო თაროდან ბეჭედი და მისცა, მაგრამ წუხელ ერთის მეტი ვერ მოვასწარიო. მეორე ხვალისთვის გაგიმზადებო. წაიღეს ბეჭედი და მიუტანეს უფროს ქალს. ხელმწიფეც ისე გაუხარდა, რომ ქორწილში მჭედელიც დაპატიჟა. მჭედელმა ივანეს თხოვა, შენ წამოდიო, მაგრამ ივანე ცისკარი არ გაჰყვა. მე არავინ მეპატიჟება და როგორ წამოვიდეო. გავიდა თუ არა სახლიდან მჭედელი, ივანე ცისკარი მაშინვე ქალაქგარეთ გავარდა. შეტრუსა რაშის ძუა და რაშიც იმავე წამს იქ დაიბადა. რა გინდა, რა გაგჭირვებიაო? ითხრა ივანე ცისკარს. ივანე ცისკარმა გადაიცვა თავის ტანსაცმელი. აისხა აბჯარ საჭურველი. მოახდა რას და უთხრა: აფრინდი და ცას მიეკარი,
კაცის მაშინ დაეშვი, როცა ჩემი უფროსი ძმა და რძალი ეკლესიიდან გამოვლენ. პირდაპირ კარებთან მიმაფრინე, რომ ჩემ ძმას ყბაში ერთი ლაზათიანი სილა გავკრაო. აფრინდა რაში და მიეკრა ცას. ჯვარდაწერილები ეკლესიიდან რომ გამოჩნდნენ, რაში სწორედ მაშინ დაეშვა ძირს და ივანეცისკარმა თავის უფროს ძმას ყბაში ერთი მკვახე სილა აჭამა. მერე ისევ ქალაქგარეთ გავიდა, ისევ გაუშვა რაში შავ მთაზე. აბჯარი და ტანსაცმელიც თან გაატანა და ძოლმანებით ჩაცმული სამჭედლში დაბრუნდა. მოვიდა საღამოს მჭედელი ქორწილიდან შეზოხორხოშებული და უამბო თავის მუშას რაც ნახა ქორწილში, როგორ დაეშვა ციდან უცნობი ჭაბუკი, როგორ გაჰკრა სილა ნეფეს, როგორ მითელ-მოთელ არაშმა ხალხი ტორები და მერე მხედრიანად როგორ გაუჩინარდა. რა თქმა უნდა, სიმთვრალის გამო მჭედელი ამბავს აზვიადებდა და ზოგიერთ რამეს კიდეც ამატებდა. აბა როგორ წამოსულიყავი, ხომ შიშით გული გამისკდებოდა? უთხრა ივანეცისკარმა. ივანეცისკარმა იმ ღამეს ისევ აკაკუნა სამჭედლში და დილას ოსტატს შუათანად ის ბეჭედი გადასცა. წაუღეს ქალს ბეჭედი. ქალები ახლა კი მიხვდნენ ყველაფერს. მიხვდა უმცროსი ქალიც და ჩუმად ტირილი დაიწყო. თუკი მოვიდა, რატომ არ გამომიხსნაო? მაგრამ ივანეცისკარმა თავისი დრო იცოდა. იმ დღესაც ისევ მოუხმო რაშს. მიუხვდა ეკლესიიდან გამოსვლისას თავის საშუალო ძმას და ერთი სილა იმასაც უთავაზა. ასეთ დასაჯა მან თავისი უფროსი ძმები და ბოლოს რკინის კაცის ჯერიც დადგა. ივანეცისკარმა შეტრუსად უადა, რაშიც იმავე წამს იქ გაჩნდა. ივანეცისკარმა გადაიცვა თავისი ტანსაცმელი. აისხა აბჯარ იარაღი, მოახტა რას და უთხრა. ახლა კი მაშინ უნდა დაეშვა ძირს, როცა რკინის კაცი და ხელმწიფის ქალი ეკლესიაში შესვლას დააპირებენ. ნება შენიაო, უთხრა რაშმა და მიეკრა ცას. მოდის რკინის კაცი და მოჰყავს ხელმწიფის მზე თუ ნახავი ქალი. ის აინუშიც არ არის და გულში შიში არაფრის არ აქვს. ის იყო, მივიდა ეკლესიის კარებთან, რომ რაშიც იმავე წუთს იქ გაჩნდა. გადმოხდა ივანეცისკარი, მოუქნია რკინის კაცს ლახტი და ქვესკნელში ჩააწვინა. მერე თავის საცოლეს გადაეხვია და გადაჰკოცნა. ახლა კი მიხვდა ხალხი, ვინც იყო უცხო ჭაბუკი. გაიგეს, როგორც იყო საქმე და სიხარულის ყიჟინა დასცეს. ივანეცისკარმა შეერთო მზე თუ ნახავი ქალი და როცა ხელმწიფე გარდაიცვალა, ტახტიც თვითონ დაისაკუთრა. დღესაც ხელმწიფე ცის და ისე მართავს თავის ქვეყანას, რომ იქ ცრუ, ორპირი და მოღალე და კაცი ვერ გაიჭაჭანებს. ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა. ტკბილი ცილი ჩემო პატარებო,